საღამომშვიდობის ხო, საღამოა, ალბათ. ხო, ჯერაც საათი ყოფილა. ეხლა მოვედით მე და სოსო რა? არა? მიკროფონი ლიკეთეო. მე და სოსო მოვედით ცოტა ხნის უკან, ჩემებთან ვიყავით, დღეს დასვენების დღე მაქვს, ხო და მეთქი თან ვანდას შეუთანხმდი დილის ცვლა მოითხოვე თქო ნიკორაში და ანუ საღამოს რომ მენახა ვანდა და მოკლედ ხოჭე თან ვაჭმე მომაცხევე შემიჭამეს ტვინი მეორე სად არის ხო და მოკლედ მოვიარე ჩემებთან ცოტა დარჩა ის ფერადი ბურთულები ხო ნუ თან წავედით ისე დროს ანუ რომ მაღაზიები მენახა გახსნილ მდგომარეობაში თან ვინც იცით სადაც ცხოვრობ აქ ყველაფერი ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ოპტავშიკები ანუ იაფად არის ყველაფერი და სახლის შემოძენები გავაკეთე ანუ სახლისთვის ასევე გრძელვადიანი და ეს მანდამ გამომატანა იმიტომ რომ აქ მოდათ მე არ მიყიდია ჯერ დამცხა ცოტა კამფეტები ვიყიდე ძალიან გვიყვარს მე და სოსოს ესეთი კამფეტებია ვინც იცით დვარიანკა ქვია ანუ დვარიანკა ხო და ეს კარამელი არის ამოვლებული შოკოლადში და რაც ცოტათი თითქოს ლიქიორის ის დაკრავს კიდე თხილი მიწის თხილი გამოგვეტანა ვანდა ასევე ბრინჯი განვიყო მეთქი შეფუთვა მე მომეცი მეთქი იმიტომ რომ ქილის ტარება არ მინდოდა ისედაც მძიმე იყო ჩანთა და მოკლედ ბრინჯით დაგვაჯილდოვა კიდე ღვიძლი მომცა სოსოსთვის ეს ფაფები მაინდა-მაინც არ არის კარგი მაგრამ ხო რას ამბობთ ეს ხო კარგია მაგრამ ამას ედასოსო მივერჩე ლაფშას ხო თან სოსო უმატებს იქ კვერცხს მაიონეზ ამჯერად მაიონეზი მე მგონი დამთავრდა ჩემთვის ვიყიდეთ მის საღებავი იმიტომ რომ უკვე დროა თითქოს ეხლა ხანს შევიღებე მაგრამ დრო ისე სწრაფად გარბის მეგობრებო ისე სწრაფად რომ შეგრძნება მქონდა რომ თითქოს ეხლა ხანს შევიღებე არა და ეხლა ხანს არ შემიღებია შემიძლია გადავხედო ვიდეოებზე მიხვდები ზუსტად ესე ვიყიდე ეს ყავა ბარონის ეხლა აუბრებ ეს მაღაზიის ვიყიდე გუშინ ის რო არის შეფუთვის მონარქიო თუ რა იყო ის გადავაგდეს მოკლედ კაი ყავა რა და ეხლა აუბრებ ამაში და უფრო გემრიელი გახდება მე ხო იცით მიყვარს ეს მიქსები არევა მიყვარს ხო და შევყაროთ თან ნუ ბარონის ყავა მაინც ბარონის ყავა კარგია და უფრო ბევრი გამოდის და იაფი გიჯდება ვიდრე ის შეფუთვის ყავები და გემოც დიდად არ არის რაღაცა ესე კარგი კი ქვია ანუ ბრენდის თვალსაზრისით მაგრამ რა ვიცი გემოზე ეს მირჩევნია ბარონის ყავა თან იცი რომ მარცვლები იქვე დაგიფქვეს და აკეთე ისეთი ამბები ხო ყავაც მოვათავსე კილაში
შაქარი მგონი გვაქვს. კი ბატონო, ჭირჭირობით არის. თან დიდად ხშირადაც ამხმარებთ შაქარი. და ისა ნაღების ვიღაცამ გაიცინა ადრე კომენტარში ისეთი რაც სასაცილოდ დაწერა. ხო, და არაფერი სასაცილო არ არის იმ მაკოფეებში და ის ზიანყალებში, ზუსტად ეს არის შერეული, სხვა კი არაფერი და აგერ ცალკე შეგიძლია იხმაროთ. ან მე მაგალითად რძის, ანუ რძეზე უფრო გემრიელიც არის, როცა გახსნით ცხელ წყალში, ანუ დუღარეში, რძეზე უფრო ის არის რა, ანუ როგორ ვთქვათ, მაინც ნაღებია და ის აქვს, რა ქვია, ის აქვს კი არა. ხო, იმას ვაკეთებ ხოლმე. ნამცხვარი შეგიძლია გამოაცხო. ოლადები, რა ვიცი, რაც გინდათ, ანუ რაშიც რძე გამოიყენება, ყველაფერში შრალათაც შეიძლება პრინციპში ჩაყარო ფქვილთან ერთად, როგორც აი სპეციალური ესეთი უკვე გამზადებული ისინი იყიდება. მე მახსოვს მამიდა ჩემო ადრე მომცა, ჩემო მამიდაშვილმა ამერიკიდან გამოგზავნათ, ჩამოუტანა. პირდაპირ ნამცხვარი უნდა გამოაცხო, უბრალოდ რაღაცები უნდა დაგემატებინა და всё, ანუ წყალი თუ ზეთი და რაღაცა ეგეთი და აი ისეთი ბისკვიტი გამოდიოდა, მოკლედ კვერცხის ფხვნილები და რაღაცები ხო არის, თავის რაზრიხილი წერმიანად. ხო, მოკლედ ეს ხო ვიყიდე და მაინც კიდევ ესაც წავიღე. ეს სლიპკები ვიყიდე 33%-იანი, იმიტომ რომ კრემივით გაკეთდეს. ხო, გუშინ კვერცხიც ვიყიდე, სოსოს საყვარელი მარტო სოსოსი არა, მეც მიყვარს, მაგრამ რახან პატარა ქილა სოსოსი იყოს. საბუტერბროდე ბანანთან ერთად. სხვათა შორის ეს მოგვეწონა ქობულეთში, ძალიან მინდა სოსი. ხო, კიდე ხო, ეს არ მიჩვენებია თქვენთვის, აი მე როგორი ის არის სეროფია, მოკლედ იმისი მარაკუიასი. თუ გაჩვენეთ, აღარ მახსოვს, მოკლედ ისა გარედან წეპოვანია, იმიტომ რომ სოსო ხმარობს. ეხლა გეტყვით როგორ იხმარება, როგორ შეიძლება გამოიყენო ეს არა მარტო მარაკუიას წვენი, არის წვენი მეთქი სეროფი, არის კიდე იქ ბლუ კურასაო, კიდე პიტნა, ლაიმი, ლიმონი, მოკლედ ბევრი რაღაცეებია რა, ბევრი სეროფებია და მე მაგალითად ძალიან მიყვარს მარაკუია და ამიტომ ეს წამოვიღე. 15 ლარი ღირს, გონი გითხარით, აღარ მახსოვს, მეგობრებო, ძალიან ისე. ხო და ეს, ესე იგი, პატარა აყიშჩიქით, ანუ აყიშჩიქამი არა მაქვს სახლში. არა მაქვს. ჩვეულებრივი ჭიქას, ანუ თვალის ზომით, როგორც ვფიქრობ ხოლმე, რომ დაახლოებით აყიშჩიქა. ანუ ერთ პორციას უკეთდება, შეიძლება ლიმონადი გააკეთო, მაგალითად სპრაიტთან ერთად, მაგალითად იმ დღეს სოსომ გააკეთა ჩვეულებრივი ლიმონადი, ლინის ლიმონადი, სულთა ლიმონადში გაურია და ძალიან გემრიელი გამოვიდა. თან ყინულები და ნუ მოკლედ, კაი გამოდის ძალიან. ხო, ამითი გლიასე მინდა გავაკეთო ახლა, ანუ ბავშვობის ის მაქვს ჩარჩენილი გონებაში, ვისაც გახსოვთ აბა გლიასე ისე მიყვარდა, რომ რა ვიცი, აი ბერსად ვერ ვნახე, რანაირ კოქტეილებს არ აკეთებენ და რანაირ ვითომ მიახლოებულს, მაგრამ ახლოსაც რო არ დგას და აი ახლა მინდა გავაკეთო ის რომელსაც ოღონდ იმას სხვა სეროფი უნდა, მაგრამ ესეც არ იქნება ურიგო. იმას უნდა მგონი თუ სწორედ მახსოვს პიტნის სეროფი. თან ჩვენებური ქართული უკეთესი იქნებოდა, ანუ აი ლიმონადებს რასაც უკეთებენ. ნუ ნახოთ, ის იმ ლიმონადებშიც მგონი ის აღარ არის, რასაც ადრე აკეთებდნენ, ადრე უფრო ნატურალური იყო ყველაფერი. ხო, მოკლედ ეს რაც შევიძინე, ხო, ყველაზე ძალიან გამიღადა უბრალო, მეგობრებო, ძალიან უბრალო ესეთი ცოცხლი თავისი აქანდაზით, ვიყიდე 10 ლარად. იქით უფრო ღრმად უფრო რომ მიდიხარ რა, ეს ეგრეთ წოდებული ოპტავშიკები რო. ხო, და ეს ძმებში ვნახე ის ვარდისფერი, რომელიც კმაყოფილიც თავში ძალიან.
წამოვაყოლე ესეც ხო ის სველი ხელსახოცები, მოკლედ ეს ჰავალი უკვე რომელიც დავხარჯე მუშინ კიდევ უკვე დავხარჯე. ხო. შემეტი ისეთი არაფერი არ მიყიდია მგონი. ნუ სოსოუკიდე ეკლერი საჭმელს გავაკეთებ სავარაუდოდ უფრო ხვალ გავაკეთებ ის დამუჩალობიო იმას გავარჩევ მოვხარშავ და კვერცხთან ერთად გავაკეთებ და პილპილთან ერთად ვფიქრობ გემრიელი იქნება თან კიდევ ვფიქრობ რაღაცა წვნიანიც ხარ გავაკეთო თქო მოკლედ მოვიფიქრებ ხანდახან მაქვს ხოლმე ისეთი მომენტი რომ აი ვფიქრობ აუ რა გავაკეთო ხანდახან კიდე პირიქით იმდენი იდეა მომდის ხო ეხლა ცოტა ხნის უკან ვიყავი გაზის დასატენად დავიღალე წარმოგიდგენთ ჩემი ხო ვიყავი ხო იქიდან რომ მოვედი და ეხლა ეს არ არის წვიმა იმიტომ რომ ქოლგის ქვეშ ვიყავი ანუ დამცხა დავიღალე და ხო ამას გამახსენდა უფლზე გამახსენდა ის აქციაში იყო 4 და რაღაცა თუ 5 და რაღაცა ღირდა მოკლედ ეს Access დეზადორი რაღაცა ვარდისფერი ეს კაისუნი აქვს მოკლედ თავარია თავის საქმეს გააკეთებს თან ეს როგორც წესი დეზადორები რაც სახში მაქვს სოსოც ხმარობს ხოლმე და მეც ნუ მე ახლა გარეთ უფრო ხშირად გავდივარ მე უფრო ხშირად მიწევს ხოლმე ხო დუხი ანუ სუნამო დამიმთავრდა და დიდი ალბათობით უფრო მეორე კვირაში შევიძენ ანუ ახლა რომ დაიწყება ახალი კვირა უნდა მოვაგროვო იმისი კრედიტის ფული მაქვს გადასახადი შესატანი და მერე უკვე ალბათ მერე ვიყიდი ძვირიანებს მე არ ვყიდულობ ამ ბოლო ხანებში იმიტომ რომ მოდენი საშუალება არ მაქვს ამიტომ სადაც ესე Avon-ში ესე 35-40 ლარის ფარგლებში საკმაოდ ნორმალური დუხები ახლა სუნამოები ბოლოს რაც მქონდა ძალიან მომეწონა მაგრამ მგონი ბოლო იყო მეტი აღარ აქვს ეგეთი და არ ვიცი ნაუქნა ესეც ასე ისე სუპერ ჩავიждე ახლა თამაში და დავისვენო კაი იქნებოდა ხო ისე ყავას დანებდა ადამიანი ახლა ჭურჭელი მაქვს დასარეცხი ჭურჭლის ის რა ქვია სარეცხი საშუალებით საკმაოდ ძალიან კმაყოფილი ვარ მართლა წვეთობით ხმარობ და ჩვენივრად რეცხავს ხო დედაჩემმა კიდე პიტანაც გამომატანა კაია სახში უნდა იყოს სადაც ეს მქონდა კიდევაც მაგრამ რა ვიცი იმდროს სიჩქარეში ვერ ვიპოვე და როცა მუშაობ ой, ვიღაცამ მითხრა ესო სახშიო სიგარეტს ეწევიო? ვეწევი კი. არ მაქვს მე პირადად მაგის პრობლემა. თუ რაღაცა ვთქვათ, მე ვიყიდი საღებავს, ანუ იმ თეთრ საღებავს, რომელიც გავათეთრებ ისე ჭერს და კედლებს. მაგდენსაც არ ვეწევი, იმიტომ რომ ფაქტიურად სახში არა ვარ და სოსოს ეს ჩემი ვთქვათ, სიგარეტის მოწევა არანაირად არ აწუხებს, იმიტომ რომ ცხვირწინ არ ვბოლებ და არც გროვდება, იმიტომ რომ ვენტილატორი გვაქვს ჩართული და ფანჯარას უღია. მოკლედ. ეს ვინც ძალიან წუხს ჩვენს გამო. ხო, სიგარეტს რომ ვეწევი. თან ესა მითხრა ცუდათო არ გიწერო. კი, გასაგებია რომ ცუდათ მაგრამ შეკითხვა თვითონ, ანუ ფორმა, შეკითხვის ფორმა და ისე უკვე ცოტა ისე ჟღერს არც თქვენ გეწყინოთ, რომ ესე გეუბნებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მაგალითად სხვა ადამიანს, უცხოს რას ვიძახე ახლა, ჩემი ოჯახის წევრი თუ არ არის, სხვას მე ესეთ რაღაცას არ ვეტყოდი, იმიტომ რომ
მე ვიფიქრებდი როგორ. თავში ქვაუხლია, თავისი სახლია, თავისი ცხოვრება, რაც უნდა ის უქნია თქო. ნუ მე ეს მე ვარ ესე და როგორც ჩანს არიან ადამიანები, რომლებიც წუხხან სხვისი სახლის ჭერის, გათეთრების თუ ნუ მიხვდით ხო იმის გამო. ხო. ნუ ეს რა თქმა უნდა ჩემზე რომ არ დარდობს, ხა ძალიან გულწრფელად და რაღაცა, მაგაში ორი აზრი არა, იმიტომ რომ არც ჩემი ახლობელია და ეს, ნუ არა, კი, ხა არიან ადამიანები, რომლებიც არ მიცნობენ ხა პირადად, მაგრამ რაღაცა თავისებური ის განცდის ის მომენტი აქვს, ხა, მაგრამ სიგარეტი არ ვიცი, ხა, ვინც დიდი ხანია მიყურებს, კი მიცნობენ და იციან, რომ სიგარეტს ვეწევი. ეხლა რა არის, იცით, ბევრი ეწევა, მაგრამ ვიდეოს გადაღების დროს არ ეწევა. ხო და მე ვფიქრობ ეს რაღაცნაირად რუსულად რო იტყვიან ნიჩესნა, იმიტომ რომ მაყურებელმა უნდა იცოდეს. ხო. Ой, მიშენაცი, მე, შენ, დუბუსი, ხო, სიცოცხლე. ხო და ესა, მოკლედ, ერთადერთი სულ მაგას ვიძახდი ადრეც, ერთადერთი მეთქი ანუ ესეთი ცოდვა მაქვს სიგარეტის მოწევა და ეხლა ეგეც არ გავაკეთო, რა გავაკეთო აბა. ხო. ახლა წყალს მოვუშვებ, წყალს რომ ეს გავგვეს. თავას მოვადობებ. მელი ეხლა ძალიან არ მართლაც თავზე ახალი დატენილია. შეხედავ ეხლა რა სიტუაცია იქნება. ეხლა მინდა მე ყავის ჭიქა. აქ არ არის რა კამერაში. თოთო. მან ხარდეს ყავის ჭიქა ჩემი. იასამისტო. ანდარი? ხოლმე ნახავ, ეს ნახარი. საინტერესოა. ახლა მოვა ნახავ. პარკი შვილო, ჭიქა მეთქი გითხარი. გვერდზე უდევს. პარკი მეგონაო რა? ეს ჩანშა მაქედან. რა, არა. არა. არა, მარტო ისა, აი ეს კუთხე. მოიცა აი ეს. მასე გამოჩნდებოდა. შეიძლება მოიცა. რა გინდა მითხარი? ნაუშვიდები. ვიღა ნაუშვიდები ისე არა, შეერთებულია. ნაუშვიდები. მარტო ხო დასალაგებელი მაქვს სახლი, ამას ვფიქრობ ხვალ გავაკეთებ, თან ხვალ კიდე რაღაცები მაქვს ჩაფიქრებული, კიდე ეგეც უნდა გავაკეთო. მოკლედ საქმეს რა გამორევს სახლში. კი კარგი იქნებოდა იმდენი ფულიც გქონოდა რომ მე და სოსო ვთქვათ, თუნდაც დასვენების დღეებში ხა 3 დღე არ არის ცოტა. აი მაგალითად ქალაქგარეთ რო გახვიდე, სადმე, აქ საქართველოში, სადმე სასტუმროში, ბუნებაში, ვფიქრობ ძალიან კაი იდეა იქნებოდა, მაგრამ ფული უნდა ყველაფერს, მე კიდე მაგრენი არა მაქვს. ხო, სოსომ როგორც იქნა სპორტის საკითხი, გადაწყვიტა რა სპორტზე უნდა სიარული. ხო, ნუ ჯერო იძახი, ჯერ ამაზეო, მე რაღაცა გეგმა აქვს უკვე თავისი შექმნილი. ხო და მაგას მე თვითონ გეტყვის, ხო. თვითონ გაგცემთ მაგაზე პასუხს, რა სპორტია, რა უნდა. ამგლები დავაწყობთ. უჭელი დასარეცხია. გაგინდა, ხო ჭამე. აბა ეხლა და დაახიები. დაახიები. აი ეხლა უკვე მაბრაზე მდობი. გაგივსე, წადი.
იქნავი და იყავი მაშინ. მე რეაქცია აღარ მექნება შენ კნავილზე, всё. აბა, ნახოთ ახლა. ცოტა შორს. რატო ჩავარდა ცეცხლი შიგნით? ეხლა ეგ უნდა გავარკვიო. მოკლედ, რაინდო ეს მაუსი გაუბუჭდა, ეს ეგ გაუკეთე. თუ სახში რამე ფუჭდება, კი იცით ჩემმა დიდი ხნის მაყურებლებმა, რომ სულ მე ვაკეთებ ყველაფერს. ახლა ეს უნდა მოვხსნა. Резина უკვე გამსვერე. Გაცეთიო. ახალია შაშაშნული. ნახავთ. ძალიან ძნელად ვიჩვენოთ ეს რეზინა, მაგრამ სხვათა არა მაქვს. ეს არის ნიკოლოზის დროინდელი რეზინები, ანუ პრაკოვატკებს ვერ ეძახიან. მაშე შემიძლია თქვა ბაბუაჩილის ნაქონი. მაშინ ვიწვალე ძალიან. რაიმე წვეტიანი. ყავა ეხლა შემიძლია მადუღარაშიც ავადუბო, მაგრამ ცეცხლზე მაინც სხვანაირია და მადუ თვითონ ყავის მოსადუღებელში სხვანაირია. გემოთ. იქ უფრო სწრაფად დუღდება და გადადუღება ხდება ყავის. გემოთ. იკარგება. იქ ჩაწეკებულია უკვე. დაწვევდა. ნახევარი მქონდა ჩასმული. ნახევარი ჩასმული. პრინციპში შეიძლება ისე გავაკეთო, იმიტომ რომ არ ჩაჯდა, ატარებია და ამისი სპეციალურად კი იყიდება, მაგრამ რაღაცნაირად ვერ მოვხდი, ეხლა იცი ხარეს. ისე ხვალ ვფიქრობდი ის დუშის ტელეფონი, რო ქვია, დუშის ტელეფონის ყიდვა მინდა თავისი გრძელი შვანით. არც ვიცი რა არის ის და ეგ ჭირდება. მოკლედ ბევრია დასაკეთებელი. ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, რომ რაღაცა კიდე არ გამოხტება და YouTube-ის ხელფასი რაზეც მაქვს გათვლილი, იმაზე დაიხარჯება, ანუ კარების გაკეთებაზე.
უბრალო, ყველაზე უბრალო კარებები, მეგობრებო, ღირს 200 ლარი. და დომინოში მგონი ზომებით აკეთებენ, არ ვიცი, უნდა გავიგო იქ ყველაფერი. და მერე გაჩვენებთ, რომ ჩავსვათ კარებს. მერე იმასაც გაჩვენებთ, გას როგორ ჩაგვითავენ ბუნებრივს. და აი ესე წვალება აღარ მომიწევს. ისე უცბად დამთავრდა და მომიწია ეხლა კიდევ კაი 24 საათიანია. ნუ ჩემო ვერ ამოვასწრე ესე იქნება და უნდა ეხლა ამას ამოვდი. სხვა არაფერი ისეთი ახალი არ ხდება ჯერჯერობით. ნახე ჩემი ძმა, ჩემი უფროსი ბიჭი, ჩემი ძმისშვილი, მოკლედ ყველა ყველანი ზბოშ. ყველა იყო. ეს აკაჩეტა და უნდა გამჭრეხა და ისე ჩავსვა. როგორც მოგონი ადრე ესე გავაკეთე. თუ ჭიდროთ არ ზის, იპარება გაზი გვერდებიდან. და ამიტომ ჭრი ამას. ამის ზომა უნდა შეხედოთ. იდეალურად ჩაჯდა ზუსტად ზომაზე. ახლა უნდა დავამაგრო. შევამოწმოთ ახლა.
всё, ქვემოთ აღარ ვარდება. კარგი. ესეც ასე. ცეცხლი ვარდება ქვემოთ, იმიტომ რომ ის თვითონ ეგრეთ წოდებული პრაკლატკა, ანუ საფენი ქვია ქართულად ალბათ. შეიძლება სხვა სახელი აქვს ახლა ამ ტექნიკურ რაღაცებს. ხო. ჩვენებად არის. ეს ბაბუაჩემის რეზინები აი ესე გამომადგა. ესე ვინახავ ხოლმე რაღაცებს, იმიტომ რომ ვიცი, რომ როდესღაც რაღაცაში გამომადგება. მე კაი ხელოსანი ვით, ისინიც მაქვს ანუ ინსტრუმენტები და ბევრი შურუპები, ლურსმნები და რა ვიცი, ქვეყანა რაღაცები. მივეჩვიე. სახლიდან მამაჩემს ჰქონდა ხოლმე ესე დაგროვილი რაღაცეები. ეხლა ამას თავისად გულზე წავიღებ. ასე. Всё. გარეთ ისევ წვიმს. ესე ცოტა კი არ მიყიდია ეს ვარიანტა. მეტი იყო და უბრალოდ იქ დავტოვე ცოტა. მოდი ახლა ცადოთ და ის გრიასე გავაკეთოთ, აბა რა გამოვა. ნახოთ. მე მაინტერესებს. აქ ერთი ნაყინი დარჩა. სეროფი დამჭირდება და სლიპები. ნაღები. ხო, ეს ჭურჭელი და ეს ყველაფერი ნერვებს მიშლის. ხვალ მე მგონი ცალკე დაალაგების ვიდეო უნდა ჩავწერო. ეს შეიძლება. სოსო. მოშნიკები უკეთია, არაფერი არ ეს. მე რა ვეთქო. რა თავსახური არ დაახუროს კომენტ რაღაცნაირად. სუნს იკეთებს, უცე თავზე ახურია. ძალიან ეხლა მინდა ცოტა ძე. მინდა ხვდებით ამდენი იგივე ეპოქა. ესე იგი ცოტა ძე. Right. So let's choreo. Okay. Oh, what cheese? Okay. Let's ვიწუწავე რა. არ გადმოხვიდე. გადავრჩი. უასარი. ეს ჩავდათ. აქ
ფეხი არ ჩავდგა. წლიკებით გავასხი, ეხლა ნაყინი, ყინულებიც მინდა. ისეთება ვერ გავხსენ ნაყინი. ნაყინი უნდა მოვაძრო ეს ვაფლი. ისე კაი იქნებოდა საოჯახო ნაყინი. რა ხანდეს ეს ვაფლები აქვს, ცოტა ვაფლები აქვს. ნუს მოვაცალე. ესეც ასე, ეხლა ყინული და სერო. ეხლა ცოტა უნდა ვიბრაყვნო. სეროფი უნდა აი ამდენი ახორით ეს სეროფი ძალიან კაი არომატი აქვს. ვიცი ძალიან მიყვარს ის რა ქვია ამას. მარაკუია, იმიტომ რომ ეს მაგის იოგურტები ძალიან მომწონს. всё, ეხლა დავაბლენდეროთ. Сейчас самочка გამოწვია. ეს შევდგათ. ახალი ყინულები დამზადდეს. ვერადავე მივაჩვიეს ასე რომ აი მაშინ პარკში დააგროვეს ყინულები. მოდი გაფი. ეს ნაღები ხო აქცევია ცოტა და დალიოს ქვია თუ გალოკოს. ხო ესეც ასე. წადით ახლა. გამოსულიყო. ორი არ იქნება. მე ცოტა შეიძლება. თავარი გემო იყოს ისეთი. ამას წინათ გავაკეთე, ოღონდ სხვანაირი იყო. შემოსაჭრა ჩდება ხოლმე. აი იყო საფონერი ხავს. ხომ ამიგივი არა, მაგრამ так. ეს ყინულები აირია. აბა გავსინჯოთ ახლა და თქვა არანაირია. გავსინჯოთ. ნასა ზუსტად ისეთია. და ახლა ეს პიტნის რო ყოფილიყო, ანუ არა რა ქვია ამას, მარაკუია. ზუსტად გლიასია. ძალიან გემრიელია. აღოსოს
აი წარმოიდგინე მარაკუიას მაგივრად პიდნა. სიცასი. ესეც ახლა გავგვედა ეს უნდა გავრეს ხო კიდე მოკლედ რომ გავთიშავ. თვითონ რამდენი ხანი მილაპარაკია რომ გავთიშავ. ამის ატვირთას ხო დავიწევ და მე უნდა ეს ყველაფერი გავაკეთო. თუ ვიზარ მაცებ შეგნებულად, რა თქმა უნდა. რომ ჩემ თავს გაუფრთხილდე და ენერგიას, მაშინ დილას გავაკეთებ, სანამ სოსო გაიგვიძნებს. ჩემთვის წყნარად მივყვები ეტაპობრივად გავაკეთებ საქმებს. ამას ეხლავე ჩავაგუვებ წყალს, რომ ესეც ასე. ყინულები მე მგონი ზედმეტია. ანუ უნდა დაიჩეჩქოს ყინულები თუ როგორ ხარ. ძალიან კარგია. მაგრამ მე დღეს ესე ხوار ვსვავდი. ბავშვობაშია ესე. კი. ეს არის უღონდ გემო მარაკუიათი. მარაკუიას გემო აქვს. დაებრებია. ბავშვობაში როგორ მიყვარდა. ხა ყინულები მხვდება, იმიტომ თქვი ყინულები ან ძალიან უნდა იყოს ცივი რძე. სიტყვები არ მყოფნის მეგობრებო. ერთი ნაბიჯი მიკლია, რომ ზუსტად ის გავაკეთო, რომელიც იყო მაშინ. ლეხანოვზე მაღაზიაში. აი მე როგორ მიყვარდა 20 კაპიკი ღირდა თუ ცოტა მეტი. არ მგონი 40 კაპიკი. აი ზუსტად არ მახსოვს ფასი. იმიტომ და ჩემი ყიდულობდა ხოლმე. ხო და მიზანი მიღწეული იქნება ზუსტად ისეც რომ გავაკეთებ. უკვე ახლოს ვარ. ან ერთი ნაბიჯი გადამჭა. კარგით მეგობრებო, ამით დაგემშვიდობებით. მე ლოკაციას შევიცვლი ცოტა გავამრავალფეროვნებ ვიდეოებს, თორემ ალბათ თქვენც უკვე დაიღალეთ ერთი და იგივე ლოკაციიდან ან აქედან რომ თავხოლმე ვიდეოებს და შეიძლება გარეთაც გავიდე. არა, გარეთაც ხომ ვიღებ ხოლმე, ანუ ეხლა შემეძლო გაზის დასატანად, მაგრამ ბნელად ეხლა რა გამოჩნდებოდა ის არაფერი. კარგით, აბა დროებით გავკოცეთ აბა.